მე არა, ადამიანი შემოვიდა სხვა და გეკითხება ბაიერნის კომაგი. მესის ეკუთვნოდა ოქროს ბურთიო? მე არ გეკითხები ამას. ეკუთვნოდა. 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 იცი რა, არა, ეკუთვნოდა გეტყვი რატო? ნუ ეკუთვნოდა ჯერ იმიტომ რომ 6 ქონდა უკვე, ხო? ესე იგი, თვალთ წვილა ხوارიგებდა, ძლივს რაღაცა მოიგო იმ ნაკრებთან ერთად 28 წლიანი შესვენების შემდეგ. თან უყურე ბრაზილიას ფინალი თავის ქვეყანაში არასოდეს არავისთან არ წაუგია ფინალი. რასაც ქვია ფინალური მატჩი. ურუგვაისთან წაგება, ანუ მარაკანასო ეს არის ჯგუფური ეტაპი, იმიტომ ფინალი შეუძლებელია იყოს მატჩი, რომელშიც ერთ გუნდს აწყობს ფრე. ეს ფინალი არ არის. ბრაზილიას აწყობს. ბრაზილიას აწყობს. 50-ზე ამბობ, ხო? 50-ზე ამბობ. შესაბამისად ეს იყო პირველი ფინალი, რომელიც ბრაზილიამ თავის სახში წააგო. მოიგო მესიმ, გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეპასე. იმ შენ ბარსელონაში, რომელიც ეხა სად არის, კაც მარიცის. მაგათ კონტრაქტს მე არ გაუფორმებდი ახლა. ბარსელონა შენგან განსხვავებით. ანუ მე ვჯობი ვარ ამ ეტაპზე. შენ ჯობი ხარ ფორმაც უკეთესი გაცვია. იმ ბარსელონაშიც გახდა თასის მფლობელი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეპასე. ეხა ბოლოს ვთქვათ, ხო, PSG-ში გადასვლა, ეხა ნუ ეს ეხა პარიზში წავიდა, სასეირნოდ წავიდა პარიზში. ახლა ამიტომ why not? და გადაასწრო პელეს კიდე იმაში, რა ქვია, ბომბარდირთა მეტი რა უნდა. სანაკრებო ბომბარდირთა დავაშტა. ამიტომ ეკუთვნოდა. გინდა ბაიერნს